მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა, როგორ ძანდებით, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას კონსერვატორია. მე ერთ თეორიას შეიძლება ითქვას ძალიან დასაბუთებულს გეტყვით და ვიმძღოლთ იმას. რაღაც მამაძაღლობა აქვს ჩაფიქრებული ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს. მამაძაღლობას გულისხმობ არა ჩვეულებრივი პროვოკაცია, არამედ გექსოგენთან დაკავშირებული პროვოკაცია, რომელმაც სუსმა ასე კარგად ამოიღო და კარგად აღკვეთა ეს ტერაქტი. ანუ შეიძლება ეს იყოს არჩევნების დღეს რამდენიმე ადგილზე რაღაცის მოწყობა და ასე შემდეგ. რომ ძალოვანების ყურადღება იყოს გაფანტული. ეს ძალიან კარგად იციან აი ამ იდიოტმა ოპოზიციონერებმა და ზოგიერთი მათგანი, რომელიც განსაკუთრებით შიშარაა, ემალება ამ მოვლენას. ემალება იმით, რომ თავს აჭერინებს. თავს აჭერინებს, ხო? ოჰენრის ძალიან მაგარი მოთხრობაა, როდესაც პატარა გულისხმობ მასშტაბით ქურდი უნდა შევიდეს ციხეში, ზამთარი ახლოვდება, სახლი არ აქვს და ციხეში უნდა გამოზამთრება და რაღაც ხანმიტნას ჩამოთვლებს, ხან რას გააკეთებს და ვერ ხვდება ციხეში, ესეთ ოჰენრის ძალიან კარგი მოთხრობაა. მაგრამ ოჰენრი იქით იყოს, მე მაქვს ესეთი აზრი, რომ აი ეს დაჭერები, ეს თავს რო აჭერინებენ და ციხეში რომ მიდიან, არის ამით გამოწვეული, რომ როგორმე ეს თარიღი გადააგორონ და მე თქვა რომ მე დიდი სიამოვნებით ჩავებმებოდი აი ამ საშინელებაში, ამ საეზრობაში, ამ დანაშაულში, მაგრამ ციხეში ვიჯექი. მე მინდა თქვენი აზრი აი ამ ჩემს გამონათქვამზე. გეთახმები შალო, მეც აბსოლუტურად იგივეს მგონია. პლუს ამას მე იმასაც დავამატებდი, რომ რაღაცნაირად მე მგონი უკვე თვითონაც ტყვეობაში არიან რაღაცა სიდებილის. ანუ რას გულისხმობ, რომ არ ვიცი რატო, ქართულ პოლიტიკაში ჩამოყალიბდა მე ეს რამას დავარქვა, ბაქი-ბუქის კულტურა. ანუ ძირითადად რატომღაც ოპოზიციის დიდი ნაწილი დაკავებულია ბაქი-ბუქით ხოლმე რა. ანუ რომ ისინი ბაქი-ბუქებენ რომ აი მოაწყობენ ამას, გაყრიან, ამას გვიზამენ, იმას გვიზამენ და ფაქტობრივად, ანუ დამადასტურებელი მასალა და დამადასტურებელი ფაქტები რომ შეუძლიათ რაღაცა არ არსებობს. ეს იწვევს უკვე ნიჰილიზაციას მათ მომხრეებში. ეხლაც ხალხი ლევან ხაბეიშვილი, ანა წითელი. ხალხი და ლევან ხაბეიშვილი ადამიანია თუ არა არის. სერიოზულად იძახიან რომ უნდა მოაწყონ რევოლუცია. ოღონდ იძახიან დამხობა, მშვიდობიანი დამხობა. ანუ ხალხო ახლა როგორ არის მესმის მართლა არ გამოურიცხავ რომ ქართული ოპოზიციის მომხრეებს შეიძლება არ ქონდეთ ნანახი არც ერთი ნორმალური ფილმის, რაც რევოლუცია არის. წინგზე არაფერი არ არის. მაგრამ ამ ადამიანებს მათი წმინდანი ხო ხავთ, მიხეილ სააკაშვილი, რომლის ფონზეც ესენი არარაობები არიან. ანუ იდეაში, ანუ მე არ გამოვრიცხავ რომ მართლა შეიძლება მათ არ იცოდნენ, არ ხავდეთ ნანახი სხვა ადამიანები, ჩეგევარდან და ლენინიდან დაწყებული, დამთავრებული, რავი, ზელენსკით და იქ იაცენუკით და ვიღაცებით. არა, მაგას თავი დავანებოთ. მაგრამ მათ აქვთ მაგალითი მიხეილ სააკაშვილის, რომელსაც ჩემი მისდამი ძალიან ღრმად ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად ლევან ხაბეიშვილთან შედარებით ციცერონია. ეს არის მართლა, ეს არის ანუ ობიექტი, ხო, დავამთავრებ, ანუ ეს არის იმ მასშტაბის ფიგურა, რომელიც ჩვენ გვეუბნება რომ რასაც შალვა ამბობს, რომ ხაბეიშვილს და ვიღაცებს მართლა უჩემნიათ ციხეში იყვნენ და არა შეეშინდა და არ ქონდეთ შალო პასუხისგებლობა რომ აი 4 ოქტომბერს რომ მეტყვიან ლევან გაგვიძახიო და ლევანო ვაიმე მართლა უნდა გაგეძახოთ მაგას უჩემნიათ ციხეში იყო. კი ბატონო. რომ მე თქვას რომ აგერ მე ციხეში ჩავხდეს ვერ აგებან თორე ხომ მოვიგებდით. კი ბატონო. მე მგონი რამოდენიმე ახლა ხრიდან ხდება გარკვეულწილად იდეების შემოთავაზება ხოლმე. ესე არ არის, ხო არის საქართველოსთან მიბმული რაღაც ჯგუფების, იქ უკრაინული ჯგუფი არის, იქ ამერიკაში რაღაცა ჯგუფია, იქ ევროკავშირში რაღაცა ჯგუფია. ყველა ამ ჯგუფს აქვს საკუთარი რაღაცა წარმოდგენები და ინტერესები, ხო? ყველა ფიქრობს, რომ მისი სტრატეგია იქნება სწორი. ახლა ესეთი უდარნი ძალა, რომელსაც შეუძლია რაღაც ტერაქტების მოწყობა და ასე შემდეგ, ეს უფრო უკრაინულ ესეთი ძალას ჯერჯერობით არ გამოვლი. ბალტები მე მგონი ისე შეშნეულები არიან პუტინის პოლონეთზე შეტევით, რომ
ძალიან ნარატიულ ომში არიან. არა, ძალიან ჩუმად არიან. ჩვენთან. და ამიტომ მე მგონია რომ ნუ აქ არის ერთი მხრივ ის რომ გარკვეულწილად რა ზურაბ ჯაფარიძეს ხვებიც ხედავდნენ რომ აი აქ უკრაინიდან მოდის ეს მესიჯები, მოდით ახლა რაღაცა ესეთი მოვაწყოთ და ეს გამოიწვევს ხელისუფლების რაღაცა ეროზიას და ამით მე რაღაცა პოლიტიკურ ქულებს ჩავიწერთ და ასე შემდეგ. მეორე მხრივ ეს იყო ამერიკელების ზეწოლა გარკვეულწილად, რომ ნუ ამდენი ფული მოგეცით რაღაცა რევოლუცია მოვაწყეთ. თუ არ იქნება. ხო. და ევროპელები რომლებიც გაუგებარია რა სტრატეგიას თავაზობენ გარდა იმისა რომ შანტაჟისენით საუბრობენ და აი გამოიყენეთ ეგ შანტაჟისენა თქვენი პოლიტიკური ვიზა უიზოს აუგზავნებთ და გამოიყენეთ ხო და აი ამ კონცეფციაში როდესაც ხარ შენ და როდესაც გიწევს რომ ხან ერთი ის უნდა გააკეთო ხან მეორე ხან მესამე გააправო გარკვეულწილად და მათი მესიჯები გაატარო გარკვეულწილად ხვდები რომ ყველა ამ მესიჯის გატარება შენ რეპუტაციულად, შენ გარკვეულწილად პოლიტიკურ კარიერას ვნებს. ამიტომ რაღაც მომენტში შეიძლება ჩაიცვალოს კიდევ ორი წვრილად მოიქცენ, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები დარტყმა ეხლა მათთვის იქნება ის, რომ ისინი ცოტა ხანი ციხეში იქნებიან და რო გამოვლენ უკვე ეს ყველაფერი ჩავრილი იქნებათ და მათ შეიძლება როგორც ადრე განაგრძობდნენ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ისე განაგრძობდნენ. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და რაც ჩემი აზრით გარკვეულწილად პრობლემას ქმნის არის ის რომ აი წარმოვიდგინოთ რომ უკვე აღარავინ აღარ ფიქრობს ქართულ ოპოზიციაზე. ესე მოხდა სხვათაშორის უკრაინაში. უკრაინაში ევრომაიდანის რო გადახედოთ თქვენო ოპოზიციური ლიდერები არ იყვნენ იქ. მაგრამ რატომღა სროლები ატყდა. და მასე ბევრი ჰიპოთეზა არსებობს. ორგანიზატორები მან ძირითადად პოლიტიკურ ლიდერებს ვერ მეტყვით, მაგრამ იყვნენ NGO-ები. რა თქმა უნდა. მთელი ეს ან ურაპატრიოტული, ნაცპატრიოტული ელემენტები. უკრაინაში არის ძლიერი აი ეს ფაშისტური მიმართულება ბენდერული არის კი. და ჩვენთან არ არის ღვიძლის მატება. თუ აკვირდებით, ეხლა ნარატიულად როგორც აი საინტერესოა რომ თუ რამეში ემთხვევა ეხლა ისეთი აი კონსერვატიული ნაწილი რომელიც მე ვამბობ რომ ეს საკუთარ თავს ეხლა კონსერვატორებს უწოდებს და აკრიტიკებს ხელისუფლებას ხო ეს ემიგრაციის საკითხი და ნაციონალების ემიგრაციის საკითხი ორივე ეს ნაციონალისტური რიტორიკას ამძაფრებს რაც ნიშნავს იმას რომ გარკვეულწილად არის რაღაცნაირად თანხმობა რომ აქ ნაციონალისტური რაღაც ელემენტები ნაციონალისტური ჯგუფები გაჩნდეს იმიტომ რომ ნათელი გახდა ჩემი აზრით გარედან რომ რევოლუციისთვის არაა საკმარისი ლიბერალური რევოლუციის საჭიროა ასევე ნაციონალისტური ელემენტი, როდესაც თუ კიდე ანტირუსული რევოლუცია მოაწყოს. ბაია პატარაიას ძალიან გაუჭირდება და აი გეი აქტივისტებს, გეი მილიტარისტებს ძალიან გაუჭირდებათ ნაციონალისტური დისკურსის შემოტანა. და ერთი პრობლემა აქვს მათთვის. თითქმის შეუძლებელია. მაგათთვის ჯობდა რომ აი ეს ადამიანები ძალიან ბევრი მებრძოლი რომელიც უკრაინაში წავიდა არ წასულიყო. აი, მაგაში. არ წასულიყო. ეხლა ჩამოსვლაზე უკვე პრობლემები ექნება. პრობლემები ექნებათ. და აქ რო ყოფილიყო, მაშინ შეიძლებოდა მაგ ჯგუფები რაღაცის შეკოწიწება, მაგრამ ამასაც მოულიდა. მე ძალიან აქედან მინდა დიდი მადლობა უთხრა სუს, მინისტრთა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა მინისტრს, ძალოვანს, თუ არა ძალოვანს, რომელიც არის რაღაცნაირად შეკრულად მოქმედებენ რა და მე არ მრჩება განცდა რომ იოტის ოდნავ განცდაც არ მრჩება რომ რაღაცნაირად დაუცველები ვართ რა. ძალიან კარგი ჰიპოთეზა წამოაყენე, იმიტომ მე მაგალითად ეს პერიოდი აი სულ ფიქრობდი რომ რატო გადაწყვეტა ეს ერთი შეხედვით აი სულ პოლიტიკური სუიციდის ჩადენა, როდესაც არჩევნებია და ფაქტობრივად შენინებით შედიხარ ციხეში. ხო, ანუ აქ ხო არ იყო რომ აი ოცნებამ რაღაც ესე გამოძიება დაიწყო რაღაცა, ანუ იყო რომ მოდით ასე ვთქვათ კომისიაზე, ესენი არ მოვიდნენ და ფაქტობრივად ეს არის თავის ნებით ჩასმა.
ანუ შენი თეზა კიდე არის, იმიტომ სამართლიანი, რომ მას შემდეგ რაც ამათი დაღმასვლა დაიწყო, რაც აი ესე NGO-ებით, ამ ტექნიკური მთავრობებით, 1000 მიშა შემოპარებით ვერ ააყირავეს, ლოგიკურია რომ უნდა გადავიდნენ უკვე აი ეგეთ ხის გადავიდნენ კიდევ მოლოტოვის კოქტეილი არსებობდა მოლოტოვი კი იქაც არ გამოვიდა მოლოტოვის მე არ მინდა რომ პანიკა დავთესო ცხადია მაგრამ ლოგიკურია რომ ამის მერე კიდე არის რაღაც რაზმების ჩამოყალიბება ხო და ტერაქტები აი ეგეთი რაღაცეები რაც აღკვეთა და დარწმუნებული ვარ რომ კიდე აღკვეთს ბევრს მაგრამ ანუ საკუთრივ ამ ტიპებსაც არ უნდათ ხო ანუ ეხლა მათ აქვს რაღაცა ვალდებულებები, უცხო დაიმალა. ხო, გარე პატრონებთან, რომელსაც ემალებია ციხეში. აი ეს არის, ხო, ანუ ემალებია ციხეში. აი, ლაკა ხოშტარიას მაგალითად. ანუ ეს არის, თან ეს არის რაღაცნაირად მათშიც მიუხედავად მათი უსამშობლობისა, მათის ეს ნაცარქექიას არქეტიპი არის რაღაცა. მე მგონი უფრო ერთი ადგილი არ ყოფნით. ხო, მაგრამ შიშრები არის. აი, მაინც რაღაცნაირად. ლაკა ხოშტარიას მაგალითი. შეეძლო არ წაეწერა, იწევდა, ხელისუფლება არ უნდა გამოიწვიო. როცა დემონსტრაციულად ჩადიხარ დანაშაულს და ამ დანაშაულს ხელისუფლება არ აღკვეთს, სწორედ მაშინ იწყება ხელისუფლების ეროზია. მახსოვს შეონაზით რომ მიშა იჭრებოდა პოლიციის განყოფილებებში. თუ გახსოვთ? კი. და არანაირი პასუხი პოლიციას არ გაუწია და მაშინ დაიწყო ჩამოშლა სახელმწიფო. და რო არ მოეწერა, არც არავინ რო არ წაეწერა ბანერზე, არც არავინ არ დაიჭერდა. და შემდეგ დააგინა ლამის, რომ ვითმე გირაო გადამიხადოს. ანუ ეგ არის ციხეში ყოფნა უნდა რა, ხო? თან გონია რომ იქ მაინც გახდება. არ ვიცი. ფაქტია ხო ჩვენ ადრეც ბერჯელ გვითხოვს რომ ისინი გამოსავალს პოულობენ თავის გარიდებით. ანუ შენერი გამოსავალი იპოვა ხა იმანაც. მინა. ხოშტარიამ და დანარჩენი მაგრამ ხა წარმოიდგინეთ. აი რომ დააჭერდეს. რა თქმა უნდა, წარმოიდგინეთ ხა ეგრეთ წოდებული ლიდერები, ყველა ლიდერი არის ციხეში. ხო. და პატა ბურჭულაძის იმედად დარჩა, თქვათ, რაღაცა 2 მილიონი კაცი. მილიონი. რომელიც 4-ში უნდა გამოსულიყო. ხო, კაი, ნახევარი ხო მივა 2 მილიონი. მოსაწოვი და ამზადა და ო, აი ეგ არ დაგვავიზე. ნახევარი მაინც მივა. ნუ, მაქედან დავიწყოთ, რომ პატა ბურჭულაძის გაკეთებული თავიდან არის. ხო, ნუ, ხა დროის დაკარგვაც მაგაზე არღის. მაგრამ აქ მთავარი სხვა რაღაცა არის. მოყურეთ, მიშაც ჩამოსვლის წირო ფანდი ჩაატარა. ვითომ თვითფრენავის რო ჩამოდიოდა და მე იქიდან რო შეეხო ბილეთი და რაღაცეები. წეღან შე რო დაიწყე, არ მინდა რომ ეგ რაღაც ყურადღების იქით მიღმა გადავიტანოთ. ანუ უკრაინელი ხელისუფლების მხრიდან ეს კიდე მორიგი ცდელობა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანაში დესტაბილიზაცია ცოტა ისეთი ნათქვამია, მსუბუქი ნათქვამია რა. ანუ მათაც ჩვენ გამეტებული ვიყავართ ჩვეულებრივად, არანაირი პრობლემა არ არის. ჯერ პირდაპირ იმას აცხადებდნენ, რომ მარტო გადატანითი მნიშვნელობით ხო არ ვიძახით. მარტო ჩვენი ქალები და ბავშვები კი არ უნდა იხოცებოდნენ, ქართველებიც უნდა შემოგეშველნონო. ანუ ისინი მზად არიან იმისთვის, რომ გაგვანადგურონ. არა მარტო ისინი, უბედურება ის არის, რომ მათი მესვეულება ამ ევრობიუროკრატებმა ჩვენ ჩვეულებრივ გაგვიმეტეს და ჩვეულებრივად ანუ ნახევარ საქართველოს დამარხავდნენ დემოკრატიული პრინციპების და რაღაც ევროპული ღირებულებებისათვის გმირულად შეწირული ხალხის სახელით. ეგ იქნებოდა და ეგ დაამთავრდებოდა ხო 4 წლის განმავლობაში გვაყურებინეს მათი მოწონებული ქვეყნები, როგორც არის უკრაინა და მოლდოვა, როგორ ევროკავშირში უნდა გაერთიანდნენ და ტაშისკვრა და 1000 უბედურება, ჩვენ ვართ მათი დაწუნებული და მარტივი ანალიზი უნდა გააკეთო ადამიანმა, ჩვენი ეკონომიკა ვითარდება ორჯერ უკეთესად ვიდრე თქვათ მოლდოვის, მას ეხმა არა, ორჯერ უკეთესად სწრაფად, ასე ვთქვათ რა და მოლდოვას რომელსაც ეხმარებიან, ასე ვთქვათ, რაღაცა აქებენ, ადიდებენ და აშენდა და დამშვენდა, სინამდვილეში სხვა რეალობაა. და სხვა რეალობას გვაყურებინებენ და ხდება სხვა რაღაცა. ქვეყანაში ანუ ჩვენ შეგვიძლია უმაგათოდ შვენივრად განვითარდეთ და ამის საშუალებასაც არ გვაძლევენ. ხო მართავენ იმ ქვეყნებს, ხო დაემორჩილეს და აკეთებენ იმას, რაც ჩვენთანაც უნდათ. მაშინ რატომ არ დაწინაურდა ეს ქვეყნები
ჩვენთან შედარებით, ხო? ყველა კრიტერიუმი სახელმწიფოს არსებობისა და დემოკრატიული განვითარებისა ჩვენკენ არის 10-ჯერ და 100-ჯერ მეტი, ვიდრე იმ ქვეყნების. ესე იგი, მათ არ აქვთ იმის რესურსი, შნო და უნარი ეს ქვეყნები, ანუ ქვეყანას, რომელსაც თქვა ხელს მოკიდებენ და ჭყალებში შეიფარებენ, ის ქვეყანა განავითარონ. ფაქტია, ხო, და დააქციეს ერთი ქვეყანა, აღარ მინდა უკრაინაზე საუბარი და აგერ არის მოლდოვაში რაც ხდება. მოლდოვაში დღესაც ჭხრეკები მიმდინარეობს, წინა საარჩევნოდ 28 სექტემბერს არის მოლდოვაში არჩევნები. ეხლა ჭხრეკავენ და ხალხს იჭერენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა უკანონო დაფინანსებები პარტიების და იმისი, რა ქვია, რაღაც კანდიდატების. ვინმეს გაუგია სადმე ევროპაში ვინმე პრეტენზია გამოთქვა, რომ წინა საარჩევნოდ ამ პარტიებს ხო ჭრეკ და ამაში რო ხარ იჭერ და ასე შემდეგ. არა, მაგას თავიდანვე. ანუ ეს ყველაფერი არის მათი სახელით, როგორც მათ უნდათ, ისია შეფუთული. ეხლა ამას დავამთავრებ რა. უყურე რა გააკეთა ამ ჩვენმა ოპოზიციამ. ესენი რომ შეეფარნენ, ეს საშიშიც არის და ვიღაცისთვის უნდა იყოს ყურადსაღები. მე წეგან ტყუილ არა ვთქვი სააკაშვილის მაგალითი, იქიდან რაღაც ყურადღება ვითომ თავი ჭკუით გადაატაინა და სხვა მხრიდან შემოიპარა. ანუ ამათმა როდესაც ამ რევოლუციაზე დაიწყეს ლაპარაკი, ამათ ჰქონდათ აი კაზინოში რო ხდება, ბოლო ფიშკა რო აქვს და ამ ბანკროტი ხარ, ან დიდ ფულს რომ მოიგებ. წითელზე როდებ. ხო რა, ანუ დაახლოებით ეგეთი რაღაცა რევოლუცია აწერია იმას და დამთავრებული ამას რომ დადებენ. ან რევოლუცია უნდა მოახდინონ, ან არა და ესენი არიან საბოლოოდ განულდებიან ამაში, აი არანაირი ანალიზის უნარი ამას არ ჭირდება, რომ ეს ხალხი განულდება და მოკვდება როგორც პოლიტიკოსები, თითოეული მათგანი. ამიტომ ამათმა ყველაფერზე მოაწერეს ხელი, დაიწყეს ლაპარაკი, რომ ხელისუფლებამ ყურადღება გადაიტანოს რევოლუცია და ამასობაში ნახეთ რა მზაკრული გეგმა იყო. ვინმე კი არ შემოაპარეს. ჯარისკაცები კი არ შემოიყვანეს. ასაფეთქებელი შემოიტანეს და კიდევ გააკეთებენ, ანუ იმ 4 ოქტომბრამდე, ან შეიძლება 4 ოქტომბერზე განსაკუთრებული ყურადღება გადაატანინონ და ამის მერე თქვათ რაღაცები გააკეთონ. ამათმა ხელი მოაწერეს უკვე. საბოლოოდ გაიქცნენ ციხეში. საბოლოოდ შენ როგორ წარმოგიდგენია აფეთქებები რომ უნდა მოხდეს, თქვათ, ხო? როგორც ყოველთვის აწმენდნენ ხელს. სად ნახეთ, ესენი ხო იმაზე მეტ მობილიზაციას ვერ გააკეთებენ, რაც იყო ეხლა აგერ წინა წელსაც იყო. ეს იყო მაგათი ყველაზე მაქსიმუმი, იმიტომ რომ დაფინანსება ჰქონდათ 10-ჯერ იმაზე მეტი, 10-ჯერ იმაზე მეტი, ვიდრე აქვს დღეს, ხო? არ გამოვა ხალხი. ეგ იყო მაგათი პიკი. ანუ სათვალე მაგის ნახევარი. და მაგის ნახევრით მაშინაც შეტაკებები იყო, რაღაცა ყველაფერზე წავიდნენ და სად ნახეთ ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც იმ ეპიცენტრში იყო. არსად. მაშინ როცა აფეთქებები არ უნდა ყოფილიყო, იმალებოდნენ იმ დროს, სადაც იყო რისკი. და დღეს როგორ ფიქრობთ, რომ იქ სადაც მანქანა უნდა აფეთქონ, სადღაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე შეიძლება მსხვერპლი გამოიწვიონ, ეს არის მაგათი ბოლო. ვიცი. იქ რატო უნდათ, რომ სადღაც ლიდერი იყოს, გამოჩნდეს ან რაღაცა უბედურება, ხო? ციხეში მოიქციეს თავი და სუფთა ვარ, მე არაფერი შუაში არ ვარ. ეს არის წმინდა უკვე მართლაც ტერორისტული საქმიანობა და ამას თავისი მიმხედავი ხავს. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ხა? ჩვენ რა არის თითოეული ქართველი მოქალაქის ამოცანა. ჩემი აზრით მშვიდად მისვლა არჩევნებზე და ხმის მიცემა. სხვა შორის ხმის მიცემა არა მარტო ქართული ოცნებისთვის. გაცილებით დიდი რაოდენობა საერთო ამომრჩევლისა, რომელიც ქართულ ოცნებას აძლევს, მაგრამ ამ პირობებში ის ოპოზიციაც, რომელიც არაფრის მაქნესი ოპოზიცია არსებობს, განირჩევა იმ სხვა ოპოზიციებისგან და არჩევნებზე მისვლა უკვე მეტნაკლებად სამოქალაქო აქტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების მომხრები ბევრი ადამიანი ძალიან გადამწყვეტი უპირატესობით მოიგებს ამ არჩევნებს და მივა. ანუ ლეგიტიმაციას უფრო მყარს გახდის, ვიდრე აქამდე ჰქონდა. ანუ ხვდებით ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზეც. ეხლა ვილაპარაკოთ იმაზე თუ აი ეს დამალვა, ეს მანევრი რას მოუტანს. მე მეჩვენება თუ არ ვიცი როგორ არის წინა პლანზე მაინც გადასული არა ეს პოლიტიკოსები ან გაპოლიტიკოსებული ტიპები. არამედ სონი გააკეთეს შეშლილ ადამიანებზე. აი იცი როგორ ტერორისტ იმეებზე, რა ქვია, აქტივისტებზე. აი სულ რო ყვირიან,
სულ რომ დარბიან, საყურეები, აი დაბლა დავიდა რა. აი ეს ვიღაც მაგდარო არის, არ ვიცი რა გვარია. ვიღაც აი ესეთი ტიპები, დვარნიაშკა ტიპები, რომელსაც საერთოდ არანაირი მუხრუჭი არ აქვს. როდესაც ხარ ხაზარაძე, რაღაც მუხრუჭი გაქვს. კი, მაინც. მაინც, იმიტომ რომ მილიონ ბევრი ფული გაქვს ნაშოვნი, გინდა დამწვარ ქალაქში არ გინდა ცხოვრება, ხო? და ასე შემდეგ რა. როცა ხარ ვიღაც სხვა, ხო, რომელიც დიდი ხანია პოლიტიკაში, რაღაცა მუხრუჭი გაქვს, როცა ხარ აბსოლუტური izgoi და დასაკარგი არაფერი არ გაქვს შენ დაჭვების გარდა, ხო, ბორკილების გარდა, პროლეტარიების, ლუპე პროლეტარი. მაშინ მიდიხარ ყველაფერზე. რეკლამა ვნახოთ, მეგობრებო, რეკლამა ძალიან საინტერესოა და მე განვაგრძოთ საუბარი.